მიხარია რომ დღეს ვარ აქ ვესწრები შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული. ზემოაჭარა არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული კუთხე, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს აქ და ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებთან არის დაკავშირებული. ამ ხალხთან ჩამოსვლა და სითბოს ურთიერთგაზიარება და ყველას მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ ეს დღესასწაული, შუამთების დღესასწაული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის თის განვითარება, კონკრეტულად მაღალმთიანი აჭარის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება მაღალმთიან აჭარაში, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა იმისათვის, რომ განვითარდეს ზემო აჭარა და მაქსიმალურად გაიზარდოს კეთილდღეობის ხარისხი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის. ბატონო პრემიერო, მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც გითხავთ, თუ შეიძლება პირველ რიგში მინდა გითხოთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ უკვე წარადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძე კიდევ ერთხელ ამ ფონზე ოპოზიციაც ემზადება თავისუფლად, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, არ არის ჩამოყალიბებული ვინ იქნება მათი კანდიდატი. იყო საუბარი ალე კოილისაშვილზე, ახლა გიორგი გახარიას მინდა თქვა, რომ გიორგი შარაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განვიხილავთ. აი ამ ფონზე კიდევ ერთხელ მართული ფონდის შანსს როგორ აფასებთ რეალურად და რა იქნება ელისაშვილის კანდიდატურაც რა შეაფასოთ რაში? თქვენ ხედავთ, რომ ორი თვეა დაახლოებით დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის ერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვიზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. თუმცა ეს არის მათი საქმე, ხო? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ემზადებით ჩვენ და ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის ესრიგი და მოქმედებთ მთლიანად ჩვენი დღის ესრიგით. ისევ ოპოზიციის ნაწილზე გითხავთ, მაშინ სხვადასხვა გეგმები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებს ემიჯნება. გაჟღერდა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის გეგმა, თუმცა თარიღებთან დაკავშირებით გარკვეული ასთა სხვადასხვაობა იყო. მათ ამ გეგმებს როგორ შეაფასებთ და თქვენ რას ამზადეთ? თქვენ ხედავთ, რომ 2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არა მშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და ეს შემდეგ, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ანუ თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ეხლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნება ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებს. ცესკომ გამოგონდა საინფორმაციო ვების კვლევის ანალიზის საუბარია მარტინდანი ისის ჩათვლით და ძირითადად დისკრედიტაციაზე 329 ინფორმაციიდან 251 არის ნეგატიური. არის თუ არა ეს დისკრედიტაციის მცდელობა და რა მიზანია კონკრეტულ თვისებს დასახელებულია ლომჯარია მანჩკაძე და ასე შემდეგ? რა თქმა უნდა, ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის პირდაპირ დავალება, ხო? ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურების დაკნინება, ამის მცდელობა უფროსურად, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების და მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება. ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს კვლევები, სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებრივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა ძალიან მყარად სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს არავითარი შედეგი. კონკრეტულ პირებს რა მიზნები აქვს ლომჯარია და დავალება, მხოლოდ და მხოლოდ დავალება, ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, მათ შორის ცესკოს დაკნინება, თუმცა როგორც წარსულში იყო ეს ცდილობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც. და ხაზერაძის ცოლ-სახელმწიფო მიქირავებული მიშელის ეს არის 2022 წელს ხაზერაძე ცოლზე გააფორმა იმ პერიოდში, როდესაც ის იყო ჩამორდებული. რო შეაფასებთ ეს ფაქტი, ხარები კომენტარს არ აკეთებენ, რას მეტყველებს, რას ემეტყველებს? თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში, როდესაც ასეთ რამეს კადრულობს ევროპელი ელჩი, რომ ის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს საკუთარ რეზიდენციას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომლებიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას. ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი
ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ მაგალითად ბოლნიში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის აქტივობებში, ოპოზიციურ აქტივობებში პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყოლებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც ღრმად არის სამწუხაროდ ფესკადმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში. ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო იყო ბოლომდე პირნათელი ამ საქმეში, რაც უკავშირდებოდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას, თუმცა კონსორციუმმა, ხაზარაძე ჯაფარიძის კონსორციუმმა ჩააგდო აბსოლუტურად ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ იყო სრული ხელშეწყობა, კონსტიტუციის დონეზეც კი ჩავდეთ გარანტიები იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა და ამის შემდეგ სცადეს, იქ ადრესდა სცადეს ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულად უსამართლოდ, თუმცა არბიტრაჟმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მალობა რა თქმა უნდა არბიტრაჟს ამისათვის. თუ შეიძლება ერთიც გითხრათ, ჩვენ მოვისმინეთ დღეს შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებისთვის სჭირდება, რომ მიიღოს ერთსქესიანთა ქორწინების დაშლა. ეს არის ის საკითხი, რასაც მართლობრივი საკითხი ხშირად საუბრობს და მუშაობს რეალურად პროპაგანდის აკრძალვის მიმართულებითაც მათ შორის. აი, იგი მოთხოვნა შესაძლოა თუ არა მაგალითად დატანებული გქონდეს საქართველოსთან მიმართებაში ეს საფრთხე ჩვენ რეალობაში რამდენად არის? თქვენ ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, როგორც ცდილობდნენ NGO-ები, რაღაცნაირად სასაცილო დაეგდოთ ეს თემა, რასაც ქვია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, არასოციალურთა დაცვის შესახებ კანონი და ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რაღაც რისკები არ არსებობს, პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, ხო? იგივე რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილად დაყვანას არასრულწლოვნების და ეს შემდეგ. ხო, ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით, თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. და ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვიღაცას უნდა კონკრეტულ ძალებს, ვისაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, ამერიკელები უწოდებენ მათ deep states, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, სტატისტიკა არის შემაშფოთებელი, უკვე ახალგაზრდა თაობაში 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ, ეს არის რა თქმა უნდა პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას, რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის რა თქმა უნდა ამის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი სამწუხაროდ დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სადრა შემთხვევა და უნდათ რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოსეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები არის სერიოზული, პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას რა თქმა უნდა აქვს თავისი ძალა, ამიტომ ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ პროპაგანდას. ალბათ.